8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პანკისის ხეობის ქის უხუცესთა საბჭოს წევრ ხასო ხანგოშვილის თანაავტორი დავით პანკელი წიგნის აბრაგების რუსული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ინიციატორი იყო ჩემი თანამემამულე დავით პანკელი, პოეტი. შემდეგ მისი მხატვრული ასე ვთქვათ ნიჭით ჩემი დოკუმენტალური მონაცემებით როგორღაც შევქმნით ეს წიგნი და ძალიან სამწუხაროა დღეს ასეთ საზეიმო დღეს ეს ჩემი პარტნიორი ასე ვთქვათ თანაავტორი ან მეანის მნიშვნელობა არ აქვს ეს არ გვესწრება დაიღუპა საწყალი და რიგში მინდა პატრიოტიზმი მივაღო მისი ხსოვნისაა. დანარჩენი ვფიქრობ რომ უარესად საჭირო მოროტო იყო იმიტომ რომ ვენახებმა უნდა იცოდნენ ეს აბრაგები რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი დამოუკიდებლობისათვის დიდხანს ვერ გაძლევდნენ რომ არა ქართველი მთიელების დახმარება. აი ეს იყო მიზანი ჩვენი ხალხის ორი ხალხის ეს არათუ კულტურული არამედ ერთიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ჯერ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ გულღია მასპინძლობისთვის. ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ წიგნის პრეზენტაცია, ეს არის ძალიან დიდი საღამო, თამამად შეიძლება ითქვას სიყვარულის მეგობრობის საღამო, რომელიც ძალიან ბევრ ჩარჩოს სდება, ისევე როგორც ჩვენი სიყვარული არის. ათასწლეულების მიღმიდან დაწყებული დღემდე ყველა არანაირ ჩარჩოში რო არ ეტევა და ეს არის გრძნობა, რომელიც აი დღევანდელი საღამოებით არის დატვირთული და ეს საღამოც არის იმის ნიშანი, რომ ვაინახებისა და ქართველების მეგობრობა და ძმობა, რომელიც წეღან უკვე აღნიშნეთ ჩვენ წელს აღრიცხვიდან ჯერ ფარნავაზიდან იწყება, არასოდეს ამ ძმობას და მეგობრობას დასასრული არ ექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი დღევანდელი დღე წიგნის აბრაგების პრეზენტაციაც არის ამის ნათელი დასტური. ეს გახლავთ ქისტი ავტორების ბატონი დავით პანკელის და ხასო ხანგოშვილის წიგნი ერთობლივი ნამუშევარი და ამ წიგნშიც არის იმის მცდელობა რომ საზოგადოებას როგორც ქართველებს ვაინახებს გააცნონ და შეახსენონ ის ისტორიული ურთიერთობები რაც როგორც კიდევ ერთხელ განმეორდები ბუდის უძველესი დროიდან და რომელიც ამტკიცებს იმას რომ ჩვენ ნამდვილად იმ დიდი ჩვენი ასე ვთქვათ დიდი თარგამოსის შთამომავლები ვართ. წიგნში როგორც თქვი აღწერილია ის ალბედითი და ის ძალიან ძნელი დრო რომლის გავლაც ყოველთვის სუხდებოდათ კავკასიელებს სწორედ წიგნი არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფაქტოლოგიური მასალისგან შემდგარი ასე ვთქვათ დიდი ისტორია სადაც აღწერილია ის ძალიან მძიმე მაგრამ ძალიან ღირსეული ურთიერთობები ვაინახებისა და წიგნი ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნის მაია აბალაკმა და ეთერ საბარაძემ. წიგნის რუსულ ენაზე თარგმნა და გამოცემა ფინანსურად უზრუნველყო ინგუშმა ქველმოქმედმა და მეცენატმა საქართველოს მეგობარმა გელანი ხალუხაევმა. ჩვენ მოგვეწია თარგმანის ქართულად რუსულად შესრულება ამ წიგნის თარგმანისა და გარდა იმისა რომ ტექნიკური მხარე იყო და ჩვენ ვაკეთებდით ამ თარგმანს ამავ დროს ძალიან გაგვიტაცა სამუშაო, იმიტომ რომ იყო ძალიან საინტერესო ისტორიები. აი კი გაგვიგონია ეხლა რომ ეს გადასახლება მოხდა, რა საშინელებაც მოხდა ამ 40 წლებში მართლაც, მაგრამ ასე დაწვრილებით ნამდვილად არ ვიცოდით და არა ძალიან მოხარულები ვართ რომ აი ეს წიგნი არა მარტო ქართულად არის გამოცემული, არამედ რუსულენოვანი მკითხველიც რუსულენოვან მკითხველსაც შეუძლია რომ წაიკითხოს ეს წიგნი და გაეცნოს აი მართლა ძალიან საინტერესო ისტორიებს და დიდ მადლობას ვუხდით აი ამ წიგნის ავტორს და ვილოცავთ აი ამ წიგნის ეხლა უკვე რუსულად გამოცემას. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი და კავკასიელი მეცნიერები, ასევე სტუმრები პანკისის ხეობიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემოქმედებითი ანსამბლები და მომღერლები.